რა წავაკითხოთ 8-9 წლის მოზარდებსო კითხეს და გეტყვით კიდევ ერთ თანამედროვე ქართველ ავტორს მარიამ ჯამდელიანის წიგნი. მარიამ ეს წიგნი აქ დაწერა ფასკუნჯში, კუდამელა ბოგის თავგადასავალი. შესანიშნავი წიგნია. პატარა ბელაკუდეს ისტორია, რომელსაც კუდი არ აქვს და ეს საკუთარი ნაკლი მას რაღაცა თითქოს ცხოვრებას რაღაცნაირად უმწარებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მისი ნაკლი, მისი ძლიერი მხარე აღმოჩნდება. ეს არის გმირის მოგზაურობაზე აგებული ტექსტი. მელაკუდა მიდის სახლიდან და ბრუნდება უკვე გაზრდილი და ბრუნდება უკვე შეცვლილი, რადგან ტყიდან ის მიდის საცხოვრებლად ქალაქში და აღმოაჩენს, რომ აი ამ ქალაქში საკუთარი თავიც იპოვა, გაიცნო სამყაროც და გაიცნო საკუთარი მშობლებიც, რომლებთანაც ცოტა თითქოს რაღაც ერთგვარი ანტაგონიზმი ჰქონდა იქ რაღაცა თითქოს გაჩენილი. შესანიშნავი ენით დაწერილი წიგნია, პატარა ტექსტია და აი ამ ასაკში მე ვფიქრობ, რომ თქვენ შვილებს აი 8-9 მაქსიმუმ 10 წლის ასაკის მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონებათ, ადვილად დაძლევენ, კარგი ენით დაწერილი წიგნია, სიუჟეტიც დინამიკურია და სიამოვნებით გირჩევთ აზროვნების აკადემიის გამომცემლობის წიგნია.